ჩემდა სამწუხაროდ ისევ და ისევ პასუხი იყო ძალიან არაკომპეტენტური. გუშინ კიდევ რაღაცა განცხადება გააკეთეს, რომ ვითომ მინისტრის მოადგილე არა, ვითომ არა შეხვდა მინისტრის მოადგილე სხვადასხვა კლინიკებს, სადაც აი ამ უმძიმესი სნეულებით დაავადებულ ბავშვებს და მოზრდილებს ჩაუტარდება დამატებითი კვლევები, დამატებითი ფიზიოთერაპიული ქმედებები, მაგრამ საქმე მაგაში არ არის. ეს არ შვენის. ეს არ შვენის საქმე თამაშია და როგორც კი გამოდის ახალი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ძალიან მედიკამენტები და მკურნალობის მეთოდიკა ვთქვათ იგივე გენური თერაპია, ეს ქვეყანამ უნდა ამაზე დაიწყოს მუშაობა. უნდა შეხვდეს ამ თქო როგორც წარმოგიდგენიათ როცა შობელი იგივე ბავშვი არ არის ბევრი 20-25 წლის არიან იციან რომ ძალიან დიდი ხანი არ უწერიათ ამ ქვეყნად ყოფნა და ამოცანაც ქვეყნის არის ის რომ ადამიანს ხვალინდელი დღის არ ეშინოდეს მას კონდეს იმის იმედი რომ ქვეყანა გვერდზე დაუდგება იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ იშვიათ დაავადებებზე იმიტომ ქვია იშვიათი დაავადებები რომ იშვიათად ხდება ესეთი დაავადებები მკურნალობა რეალურად ძალიან და ძალიან ძვირი ხდება აქ ერთ-ერთი მშობელი ახლა ივანაშვილი თუ არ არის ვერ უზრუნველყოფს ამ მკურნალობას იმიტომ მართლა ძალიან ძვირია აი ამ შემთხვევაში ეხლა სახელმწიფო უნდა დაუდგოს ავაშენოთ რამოდენიმე სკვერით ნაკლები სკვერი ნაკლები თუ იქნება ქალაქში ან რამე რეგიონში პრობლემა არ არის აი ამ ადამიანებს იმედი ჭირდება იმედი იმისა რომ ქვეყანა გვერდზე დაუდგება მშობლებს ჭირდებათ იმის იმედი რომ ყველაფერი გააკეთეს დაუშვილებისთვის რომ მათი ცხოვრება უფრო კომფორტული უფრო მაღალი ხარისხის ეგრეთ წოდებული ეხლა ეგრეთ წოდებული ჯანდაცვის მინისტრი ეს ჯანდაცვის მინისტრია გამოდის და იტახეს ეს ხო საშველია ეს ხო არ მკურნალობს უამრავი დაავადება რომელიც არ იმკურნება მაგრამ ჭირდება რომ ადამიანი ცხოვრობდეს ნორმალურად მისი ცხოვრების ხარისხი იყოს მაღალი მაქსიმუმ მაგარი როგორც შეგვიძლია რომ მას იმედი კონდეს რომ ის უფრო დიდხანს იცხოვროს კი ბატონო არგუმენტები ჯანდაცვის ამოცანა არის ის რომ ადამიანმა რაც შეიძლება დიდხანს იცხოვროს და რაც შეიძლება დიდი პერიოდის განმავლობაში იყოს ჯანმრთელი ეს არის ამოცანა რომელ მედიკამენტი არგუმენტებთან დაკავშირებით უნდა იყოს ჩამოტანილი იახაც ეს არის ამოცანა და ამას მუშაობა ჭირდება კი ბატონო არგუმენტებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ რაც ჩვენ მოვისმინეთ ხელისუფლებისგან ერთის მხრივ გაჟღერდა მოსაზრებები რომ ეს მედიკამენტები რისკი შემცველია და არ არის დამტკიცებული მისი უდავო სარგებლიანობა რისკის გარეშე და მეორეს მხრივ ერთ-ერთმა მშობელმა განაცხადა რომ მინისტრმა აღნიშნა ასეთი რამ რომ პრეცედენტის დაშვების შემთხვევაში სხვა დაავადებების მატარებელი ადამიანებიც მოითხოვენო რაღაცა მსგავს სპეც დახმარებას ასე რომ ვთქვათ თუ ეს სიმართლეა რამდენად კორექტულია ეს განცხადება და ზოგადად აი ამ მედიკამენტებთან დაკავშირებით ხომ არ დაინტერესებულ ხართ როგორია რეალობა მართლაც არ არსებობს მედიკამენტი და ამის წინათ რომელსაც არა გვერდით მოვლენა არ არსებობს და მოგვა კატაბალახ ან ვალერიან ჩვენ იმასაც კი აქვს თავისი გვერდითი მოვლენა მით უმეტეს ესეთ მედიკამენტებს ესეთ რთულ მედიკამენტებს რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ და საუბარი იმაზე რომ ეს მედიკამენტები არ შველის რატო როდესაც FDA ანუ შეერთებული შტატების კვების და მედიკამენტების ასოციაცია როდესაც ბევრი ქვეყანა უკვე შეიძინა ეს მედიკამენტები უფასოდ ურიგებს ამაშია საქმე ზუსტად რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ყველას არ უშვებთ ეხაც არ უშვებთ მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამის მიმართულებით რომ მაქსიმალური გავაკეთოთ და რაც ეხება დიახაც მე ვამბობ და კიდევაც ახლა პოლიტიკურ არ ჩამიწოვოთ მაგრამ ჩვენ პარტიას კიდევ 2020 წლის არჩევნებში ჰქონდა დაწერილი ჩვენს და 24 წლის არჩევნებში ჰქონდა დაწერილი რომ იშვიათი დაავადებები ის დაავადებები რომელთა მკურნალობა ძალიან ძვირი ჩდება და უბრალოდ იშვიათად ხდება უნდა იყოს სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავს არა აქ ეს მნიშვნელობა შენის დაავადება იქნება თუ სხვა რომელიმე გენეტიკური ან ძიმესომატური დაავადება იახაც ესეთი ამ დაავადებებს არც ერთი სადაზღვევო კომპანია და სადაზღვევო ინდუსტრია ცუდად ჩავარდნილი გვაქვს მაგრამ ისევ იძახი არა იღებს თავის თავს რადგან ყველა ნორმალურ ქვეყანაში ნორმალურ ქვეყანებზე ვიძახი და არა რუსეთზე ყველა ნორმალურ წარმოჩენდა რუსეთშიც კი წარმოიდგინეთ რომ ამ მედიკამენტებს სახელმწიფო ყიდულობს და რაღაცა მოცულობა პაციენტების მოქალაქეების რომელიც დასნეულებული ამ დაავადებით იმათაც უზრუნველყოფს ამ მედიკამენტებს რუსეთიც
გასაგები. რაიცის ამ მინისტრმა ან მისმა მოადგილებმა სამწუხაროდ არ აკვავს ბევრი სპეციალისტი ამ მიმართულებით და იმიტომ რომ მართლა იშვიათად ხდება ეს დაავადება, რომ იცოდეს ყოველ ახალ 3-5,000-მდე ახალშობილზე ბიჭებში არის ერთი შემთხვევა და გოგონებში ძალიან იშვიათია ერთი შემთხვევა 50 მილიონ ახალშობილ გოგონებში. გასაგები. ამიტომ იახაც სახელმწიფოს გვერდზე დგომაა საჭირო. აი ამაშია გვერდზე დგომა საჭირო არც მშობელს, არც პაციენტს, არ კონდეს შეცდომა რომ რაღაც გაკეთება შეიძლებოდა და არ გაკეთდა და დიახაც კიდევ გავიმეორებ ყველა გენეტიკური დაავადება, ყველა იშვიათი დაავადება, რომლის მკურნალობაც შეიძლება, რომლის გაუმჯობესება, ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფა აწევა შეიძლება, დიახაც სახელმწიფო უნდა აიღოს თავისთავად. გასაგები. და ნაკლები მანქანები იყიდონ, ეგერ მარტო ყოფილ პრემიერ-მინისტრს 7 მილიონი რო უპოვეს, აი საიდან უპოვეს და ესე 7 მილიონი ბევრია. ფული არსებობს ქვეყანაში. აი ამისთვის ფული არსებობს, სახსრები არსებობს და ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ამ ადამიანებს იმედი არ გაუქმეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ შენ თავს მთავრობას და სახელმწიფოს და მართლაც ეძახ. კი ბატონო. მეორე თემას რომ შევახოთ ასევე ბატონო, მთავრობა ახსენეთ და ვიხილოთ სულ რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ცვლილებები განსაკუთრებით მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით და არის საუბრები იმაზე, რომ ამით ირაკლი კობახიძის პოზიციები შესუსტდა, არის საუბარი თვითონ სუსის სამომავლო სტრატეგიაზე, რა მიმართულებით წავა ის. თქვენ როგორ შეაფასებდით, რა მოხდა და რატომ მოხდა ეს გადანაცვლება აი ამ თანამდებობრივ პოზიციებზე და რატომ გეკა გელაძე მაგალითად? ამ ქვეყანაში ვიცით რა, მართლა ძალიან კაი სამშობლო გვაქვს, მაგრამ ჩვენნაირი სამშობლო და ჩვენნაირი არავის შეიძლება ბევრს არ აქვს, კი არა, მე ესე დაწყვილა სამწუხაროდ ჩვენ როგორც სახელმწიფო ვერ შევდექით როგორც ქვეყანა. და პრობლემაც იმაშია, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი საქართველოს წდება ერთი ადამიანის იდეით, უნტრუში, ტრიუკით. აქ არავითარ ლოგიკაში ამაში არ არსებობს ადამიანი რომ 8 თვის წინ დანიშნეს. ნაპოლეონზე სწრაფი სამხედრო კარიერა გაიკეთა, ანუ ეს ხო საერთოდ უკვე სასაცილოც არ არის, ატირალია. ლეიტენანტიდან ადამიანი 6 თვეში გახდა გენერალ-მაიორი, ნუ აი ყველაფერს დავანებოთ მაგას თავი. და ეხლა იძახს არა, ესო დაგეგმილი იყო, მე რო ცოტა ხნით ვიქნებოდიო და მე სხვა თანამდებობებზე გადამიყვანდებო და რატო იყო? ოხანაჩული ვინმეს გახსოვს? ბევრს ვაკითხო ოხანაჩული უკვე არ აქვს 2 თვე თუ 3 თვე იყო, იცით უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ეს არის ძალიან სერიოზული, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული თანამდებობა. ერთ 8 თვეში და ვერც 2 წელიწად შეიძლება მაგ საქმე ვერ ისწავლ, ვერ თაკ, ბოლომდე ვერ გაერგო და ერთი 2 თვით მოვიდა, ერთი 8 თვით მოვიდა. ანუ ეს არაფერი დაგეგმილი არ იყო. მე არ გამოვიცან სხვადასხვა სცენარები შეიძლება განვითარდეს. ერთხელ ხვალზე კობახიძე და მდინარაძე ორივე გვერდზე მიუსვათ ღარიბაშვილს, ან შეიძლება ჩაწიონ კობახიძე და მდინარაძე მოგვევლინოს როგორც ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი. ამიტომ აქ რო გამოდიან ხოლმე ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები და სტრატეგები და რაღაცა იდეებს აფქოვენ, აი ნამდვილად ვიცით მასე მოხდება, ნამდვილად ამ ქვეყანაში არავინ არაფერი არ იცის. მერწუნე დამაშია საქმე, ამიტომ რაღაცა ის რომ ეს იყო დაგეგმილი. ან როდესაც გამოდის მდინარაძე და იძახი როგორ შეიძლება როდესაც პოლიციელიო ძირს დავარნილ ადამიანს ფეხს ურტყავდა. აპატია და შენ სასადილოს დირექტორი იყავი ამდენი ხანი, ვერ აღძარით ეს საქმე. თქვენ ის ხალხი ვინ ზუსტად ჩვენ რო გვიდექით და ჩვენ გვირწყავდა და გაგვია მომწავლე აირებით წამლავდა. თქვენ ის ხალხი დააჯილდოვეთ ღირსების ორდენით. აი ეს ამ ღირსების ორდენით დაუკარგეთ, ზუსტად აი ამ მთავრობამ დაუკარგა ყველანაირი აზრი. მე მწვენია, კი მე ვარ სრული კავალერი ვარ ღირსების ორდენით, მე უკვე საკუთარ მწვენია რომ მე ეს ორდენი მართლა მივიღე, მე მეკუთვნოდა ეს. და მიიღო ისინი ხალხმა რომ ნამდვილად არ ეკუთვნოდა. სად იყო მამულა, 8 თვე რო ეკავე, აგეღო და პროკურორთან ერთად დაგეწყოთ მაგაზე ძიება. ეხლა აღმოჩნდა რომ თუმე როგორ შეიძლება ძირს დავარდნილი და არახალგაზრდა ადამიანი და ჟურნალისტზე შეხება ნებისმიერ ადამიანზე. ამიტომაც კიდევ ეს გადაადგილებები, ეს არის ერთი ადამიანის ივანაშვილის, რაღაცა კონტროლში რაღაც არ მოეწონა, რას არ გაკეთდა და კიდევ შეიძლება ორივე დაიჭირონ, ხოლმე შეიძლება მდინარაძე მოგვევლინოს როგორც გითხარით პრემიერ-მინისტრი. გასაგები და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ ბატონო, დღევანდელი ეთერისთვის არ მინდა რომ
არ შევეხოთ რეგიონებს და ოზურგეთის საკრებულოს და ასევე იმ საკრებულოებს ჩვენთან, სადაც თქვენ ყავთ თქვენი წარმომადგენლები, როგორ შეაფასებთ 6 თვის თავზე ამ მუშაობას, თქვენი დეპუტატების საქმიანობას, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად მიეცათ მათ საშუალება რეალური საქმიანობის, ან რას გეგმავთ სამომავლოდ? მოკლედ, მინდა რომ რაღაცნაირად თქვენი კომენტარი მოვისმინოთ ადგილობრივ საკრებულოებთან მიმართებაში და გურიის რეგიონთან მიმართებაში. ჩვენ ალბათ იცით 52 მუნიციპალიტეტში ყავს დეპუტატები და ჩვენ რეალურად ვთილობთ გავაკეთოთ პატარა საქმეები. ვიღაცა კონკრეტულად დავეხმაროთ. იქ სახურავის გადახურვა იქნება, იქ მიწის დაკანონება იქნება, მაგრამ ამის საშუალება სამწუხაროდ არ გვეძლევა. ჩვენი იდეა, იცით ალბათ ეს იდეა, სკოლაში შემოვიტანოთ კვება. კი ბატონო. დათვლილი გვაქვს. ყველა მუნიციპალიტეტი ცალკე დათვლილება რა დაგვიჭდება. დავიწყოთ პირველი მეოთხე კლასი, პირველიდან მეოთხე კლასამდე. პირველ ეტაპში. და გავაკეთოთ, გაკეთებადია, გაწერილია ეს ყველაფერი. შევიტანეთ ყველა მუნიციპალიტეტში, რა თქმა უნდა, ასევე გურიაში, ლანჩხუთში, ოზურგეთში, ჩოხატაურშიც, მაგრამ რეაგირება პრაქტიკულად არ არის. სამაგიეროდ მანქანებს ხო ყიდულობენ კარგად. სამაგიეროდ ხო აღმოჩნდა, რომ იმდენ ბენზინს აცხავდა წინა გამგებელი ოზურგეთის. რომ იმ მანქანას აფში არ ეტეო. ეს ამაზე არავინ არაფერს არ საუბრობდა. ჩვენ ვცდილობთ და კიდევ ამ ყველა მოქალაქეს ვეთქვი, ვისაც საჭიროება მიმართეთ ჩვენს დეპუტატებს სამივე რეგიონში, სამივე მუნიციპალიტეტში გვყავს თუ რამე პრობლემა გაქვთ. აი სამყოფაცხოვრებო პრობლემა იქნება, წყალს შეეხება, გზის დაგებას შეეხება, ვიცი პირადად 20 წელს მოვიარე ძალიან ბევრი ყველა სოფელში და ძალიან ბევრი სოფელში ნამყოფი ვარ, გზის პრობლემა გვაქვს და ზამთარში რომ შეუძლებელია გადაადგილება, ჩემი თვალით ნახე ეს ყველაფერია. მიმართეთ, არ მოერიდოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ იმ საკითხების გადაჭერაში.